სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს. სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის იმზარ გაგნიძის განცხადებით ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს პირადი კავშირების საშუალებით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც 5,600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. სუსში განმარტავენ, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცანავას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით ბრალდება აბსურდულია, მისივე თქმით ქართული ოცნება როგორც მთავარ მოწინააღმდეგეს ნაციონალურ მოძრაობას ყველა შესაძლო საშუალებით ებრძვის. დაკავებულია პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლც. საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180 მუხლის მეორე ნაწილის ბ-ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამას უნდა 6 უნდა ძმაო 1 წლიანს. ანუ ბინადრობა 1 წლიან 6 უნდა. ეს ყველაზე ცოტა. გავიდეს ფას კითხოს. میگه میخواد بره به هر کی ვისაც უნდა კითხოს. دلار. დოლარ. 5 წლიანი 12,000 ხარ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა იყო, არის და იქნება სუსის მუდმივი სამიზნე. მე როგორც ამ პარტიის თავმჯდომარე არ დავუშვებ სუსის ინფილტრაციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას ოპოზიციაში ეხმაურებიან მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ამჟამადაც სისტემურ კორუფციაზე დგას, რაც ყველა სფეროში იკვეთება. სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ კორუფცია სახელმწიფოს ხალატის ტოლფასით დანაშაულია. ქართული ოცნების ლიდერის გიავალსკის განცხადებით, კორუფციული დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად უნდა დაისაჯონ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. ამ დროისთვის საარჩევნო პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას გეგმავენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ასევე პარტია გირჩიც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. პარტია ლელო ძლიერი საქართველოსთვის ლიდერის ლანა გალდავას განცხადებით, პარტია არჩევნებს ქართული ოცნების დასუსტებისთვის გამოიყენებს. მისივე თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც გალდავამ აღნიშნა, პარალელურად ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოთხოვნები კვლავაც უცვლელი რჩება. აზრი არ აქვს რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას, რაც უნდა, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, არ არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შესაბამისად იმ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, სადაც წინასწარ შეიძლება შედეგი იყოს ცნობილი და არის ცნობილი, ანუ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა, რეალურად ყველანაირ აზრს არის მოკლებული და არაერთხელ ჩვენ ლელო ძლიერი საქართველო ვიღებთ მონაწილეობას ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ გაფორმებული გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობის მემორანდუმი სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც არის გახარია საქართველოსთვის. ეს გულისხმობს პირველ რიგში ჩვენ შორის კონკურენციის აღმოფხვრას და აუცილებლად, როგორც თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე თვითმმართველ ქალაქებში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატთან შეჯერებულ პოზიციებს. ანუ ჩვენ ერთმანეთის კონკურენციაში არ შევალთ. მთავარი მიზანი ჩვენი მუშაობის არის ის, რომ შევამციროთ ქართული ოცნების დიდი რაოდენობის ამ მრჩეველი, რომელიც დღესდღეობით ყავს მათ და ისინი ამას არ იმსახურებენ. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარს არ დავიწყებ, არც დაგეთანხმებით და არც უარყოფ. ეხლა არის სამუშაო პროცესი, ჩვენ გვაქვს ამისთვის ვადა მიღებული 4 სექტემბრამდე. რა თქმა უნდა, მოცემულ ვადაში ჩვენ გავასაჯაროებთ ყველა კანდიდატურას და
ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპარლამენტის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ევროპარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაღალდა. ცესკოში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს. წინა საარჩევნო პერიოდში კი ამ ტიპის განცხადებების შესაძლოა საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებისა და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობადაც მიიჩნეს. ცესკოში განმარტავენ, რომ გავრცელებული განცხადება არაობიექტურია და ფაქტების გარეშე აღქმების საფუძველზეა გაკეთებული. ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ქართული ოცნება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს. ლელო ძლიერი საქართველოსთვის ლიდერის თქმით, ევროპული საბჭოს მორიგი კრიტიკა მმართველი გუნდის ნაბიჯების ლოგიკური პასუხია. პროკურატურა, ცესკო, სასამართლო და სუსი არის ის მთავარი რგოლები, რომელთა მეშვეობითაც ქართულმა ოცნებამ მიიტაცა სწორედ საპარლამენტო არჩევნები და ქართველი ხალხის ნება, ხოლო ცესკოს მხრიდან ევროპარლამენტის დადანაშაულება არაობიექტურობაში არის სწორედ იმ ანტიდასავლური განწყობების წახალისება, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში სწორხაზოვნად ახორციელებს რუსული რეჟიმი. ევროპარლამენტარების მხრიდან არის ძალიან ადეკვატურად დანახული საქართველოში არსებული მდგომარეობა. მაშინ 24 წლის არჩევნების შემდეგ შეფასდა ეს არჩევნები და მაშინვე ითქვა, რომ უმძიმესი სისტემური დარღვევების ფონზე განხორციელდა ეს არჩევნები. შესაბამისად, ისინი აკეთებენ განცხადებებს იმ არჩევნებზე დაყრდნობით, რა არჩევნებიც ჩატარდა და ნახეს. ასევე ჩვენ ხედავთ, რომ აქ დამკვირვებლების, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევაც არ ხდება თვითმმართველობის არჩევნებზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს. გავრცელებული ცნობით დაიღუპა 3 და დაშავდა 18 ადამიანი. უკრაინის სახმელეთო ჯარების განცხადებით, თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაჭრა თანამდებობის პირების ქმედებებიდან უმოქმედობით იყო გამოწვეული, შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცემიან. ფრანს პრესის ინფორმაციით, ტაიფუნის მოახლოების გამო შანხაიდან 282,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქ შანხაის ტაიფუნი კომეი უახლოვდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პეკინში მოსულ ძლიერ წვიმებს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 80,000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.